შევადღემშვიდობის კიდევ ერთხელ, ვინც ახლა შემოგვიერთდით, უგემრიელის კერძები უკვე დავაგემოვნეთ. დიდი მადლობა ჯონს და ილიას, რომელიც საქმეზე გავუშვით, შესაბამისად ჩვენ დავშვით სტუდიაში, მაგრამ ისეთი პროდუქტები დაგვიტოვეს. და რისთვის? იმისთვის, რომ შევამოწმოთ, ხო? და უფრო მეტი გავიგოთ. 4 ნოემბერი არის დღეს და არის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დღე. შესაბამისად, თავისუფლად შეიძლება ითქვას და მაყურებელიც ხედავს, რომ ჩვენი სტუდია გადაიქცა ექსპერტიზის ბიუროდ. უფრო დეტალურად ბუნებრივია ჩვენ სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ და რაც მთავარია, ჩვენ სტუდიაში ისეთ манипуляციებს ჩავატარებთ, რაც აქამდე ექსპერტიზის ბიუროს შენობის გარეთ არ ხდება და ის იქნება პირველად მხოლოდ ჩვენს გადაცემაში. და ამას ყველაფერს საკუთარი თვალით ნახავს ჩვენი მაყურებელი და მე სულ მინდა თეთრი ხალათის ჩაცმა და პრინციპში ავისრულე ეს ოცნება არის. მინდა გითხრათ გოგონებო ძალიან კარგად გამოვიყურებით სამივე. კაი, ახლა საკუთარ თავს უნდა უთხრა ხოლმე კომპლიმენტი. მოდი მაშინ ახლა სტუმრები წარმოვადგინოთ და შემდეგ უკვე დავიწყოთ საქმიანობა, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ბევრი გვაქვს სალაპარაკო და ბევრი გვაქვს რაც რა თქმა უნდა გასაკეთებელი. თამარ მელაშვილი ექსპერტიზის ბიუროს ადმინისტრაციის უფროსი, მარინა იაკობაშვილი კვების პროდუქტების ექსპერტი, ლერი გაბიჩვაძე სასაქონლო ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტი, ბესო ნოზაძე კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტი, გელა კვიტანძე საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტი და ნინო ფირცხელანი ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტი. მოგესალმებით. დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. როგორც უკვე აღნიშნეთ, 4 ნოემბერი არის ექსპერტიზის ბიუროს დღე, შესაბამისად ეს არის ბიურო, რომელიც 2004 წლიდან ფუნქციონირებს, როგორც ვიცი და 400-მდე სხვადასხვა სახეობის ექსპერტიზას ატარებს, ხო? ცოტა უფრო. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და მადლობას მოგახსენეთ მოწვევისთვის. დღეს მართლა ჩვენი ბიუროს დღე არის. 11 წლის წინ, აი იმ ფორმით და იმ სახით, როგორითაც დღეს ბიურო ფუნქციონირებს, ჩამოყალიბდა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, რომელიც ლევან სამხარაულის სახელობის გახლავთ. 500-მდე სახეობის ექსპერტიზა არის, იმიტომ რომ ამ წლების განმავლობაში ბიურო ძალიან განვითარდა და ძალიან დიდი გზა განვლო, გაიზარდა ექსპერტიზების სახეობა და ძალიან მრავალფეროვანი არის სპექტრი. ეს პროცესი ალბათ არ ჩერდება და ბუნებრივია იზრდება და 450 თანამშრომელი მუშაობს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩვენ რეგიონალური ოფისებიც გვაქვს და სპექტრი ძალიან ფართო არის ექსპერტიზებს, რომელიც ჩვენთან ტარდება სხვადასხვა მიმართულებით. ეს სფერო, რა თქმა უნდა, გაფართოვდება კიდევ მომავალშიც, იმიტომ რომ ბიურო გახლავთ ლიდერი ორგანიზაცია ამ სფეროში, არა მარტო საქართველოში, მთლიანად რეგიონში, იმიტომ რომ რეგიონში აი ესეთი ფორმით, როგორიც ჩვენთან არის, სხვადასხვა მიმართულებები გაერთიანებული ერთად, არსად არ არის. გარდა ამისა, ბიურო არის უკვე 2010 წლიდან სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა და ევროპული ქსელის NFSI-ის სრულუფლებიანი წევრი. ეს არის ძალიან პრესტიჟული ორგანიზაცია, ერთ-ერთი მონოპოლისტი ორგანიზაცია ევროკავშირის და ძალიან საპატიოა ამ ორგანიზაციის წევრობა. რა თქმა უნდა, ეს ჰაერიდან არ მოსულა ეს ყველაფერი, ძალიან დიდი შრომა არის ამას ჩადებული პირველ რიგში ჩვენი ექსპერტების და მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერით და მიულოცო დღეს ჩვენ თანამშრომლებს ეს დღე. მადლობა გადაუხადო მათ იმ თავდაუზოგავი შრომისთვის, იმ ძალიან მაღალი კვალიფიკაციისთვის და პასუხისმგებლობისთვის, როგორითაც ისინი უდგებიან საქმეს. ძალიან დიდი დატვირთვით მუშაობენ გარწმუნებთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი არის რიცხვი წლის განმავლობაში ხოლმე დანიშნული ექსპერტიზების. მუდმივად ხდება მათი კვალიფიკაციის ამაღლება და ლაბორატორიების განახლება. გადამზადება თუ ხდება პროფესიონალიზმი. იმიტომ რომ ჩვენ ესეთი პრესტიჟული ორგანიზაციის წევრი ვართ, წლის განმავლობაში ყოველწლიურად, უბრალოდ სისტემატურად მონაწილეობს ჩვენი ლაბორატორიების საერთაშორისო ტესტირებებში, ლაბორატორითა შორის ტესტირებებში და არაჩვეულებრივი შედეგები გვაქვს, საუკეთესოები ვართ ძალიან ბევრი ნიშნით. ქალბატონო თამარ, აუცილებლად განვაგრძობთ თქვენთან საუბარს, უბრალოდ მინდა რომ თან პროცესი დავიწყოთ. კვების ხელთათმანებით რა უნდა გააკეთო, მოდი მაშინ ჩვენი სტუმრის. ყველაფერი მნიშვნელოვანია, რაზეც დღეს ვისაუბრებთ, თუმცა იმიტომ რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის რას მივირთმევთ, კვების ექსპერტიზას განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ამ შემთხვევაში. რაც მე ყველაზე ძალიან მახარებს, ჩვენ მაყურებელს ვასწავლით, როგორ შეიძლება სახლის პირობებში შევამოწმოთ სხვადასხვა პროდუქტის ვარგისიანობა. რა პროდუქტებია წარმოდგენილი? მე როგორც მივხვდი, გვაქვს ხაჭო, წანურძის პროდუქტებიდან გვაქვს წარმოდგენილი ხაჭო, არაჟანი და რძე. კვერცხი გვაქვს, რომელსაც შევამოწმებთ სიახლეზე, ასევე გვაქვს ძალიან ქართველებისათვის ერთ-ერთი საყვარელი ყავა, რომელსაც მოსახლეობა დიდი დოზით მოიხმარს, ასევე თურქული წესით დამზადებულ ყავაზე ვისაუბრებთ, ანუ ნალექიან ყავაზე.
როგორ ის მარტივი ხერხები გაჩვენებთ ახლა ამ სტუდიის პირობებში, რაც შეიძლება ოჯახშიც გააკეთოს ჩვენმა მაყურებელმა და გამოიცნოს რამდენად ნამდვილი და ნატურალური ჩვენ სამმართველოში ფართო სპექტრით მიმდინარეობს კვების პროდუქტების გამოკვლევა, მათ შორის გარდა კვების პროდუქტების არის ალკოჰოლური, უალკოჰოლო სასმელები, ურთულეს მეთოდებს ვიყენებთ ჩვენ კვლევისათვის. აქ ჩართულია როგორც ორგანოლეპტიკური კვლევის მეთოდი, რომელიც გულისხმობს ისეთი მაჩვენებლების გამოკვლევას, რომელიც აღიქმება ადამიანის გზნობათა ორგანოების, ანუ თვალის, გემოს, ცხურის ყნოსვის მეშვეობით, აი ეს ვიზუალური, ანუ გარეგნული სახე, მისი არომატი, ბუკეტი და გემური თვისებები, რასაკვირველია, პირველხარისხოვანი, თორე ერთ-ერთი მნიშვნელოვანია პროდუქტის შეძენისა და მისი მოხმარებისათვის. დავიწყოთ მე. დავიწყებ ხაჭოთი. რომელი პროდუქტი დავიწყოთ? მოდი დავიწყოთ ხაჭოთი და თქვენს თუ მომეხმარებით, თუნდაც ძალიან დიდი სიამოვნებით კი. ჩავერთოთ, ხო? სამი სახის დიახ, ხაჭო. ახლა ხაჭოს ჩვენ გვაქვს აქ ქართული ბაზარზე შეძენილი და ასევე უცხოური წარმოების ხაჭო. გარკვეული მოსაზრებებისა გამო ჩვენ არ გეტყვით ეს რომელი წარმოება, რომელი კომპანიის არის. ასევე ჩვენ მიზანს აქ არ წარმოადგენს, რომ რამე დარღვევა აღმოვაჩინოთ ახლა. უბრალოდ ეს იქნება მარტივი ხერხი და ტესტები იმისათვის, რომ მაყურებელმა ნახოს და უბრალოდ იცოდეს. ეს არის ხაჭო, რომელშიაც შეიძლება დამზადების პერიოდში გამოყენებული იყოს შემასქელებლად სახამებელი. სახამებელი ყველამ ვიცით, ოჯახის პირობებშიც გვაქვს, არსებობს სახამებლის მრავალნაირი სახეობა, რომელიც კვების მრეწველობაში გამოიყენება და მე არ მინდა რომ თქვენ შეგაშინოთ, რომ ის საშიში ნამდვილად არ არის სიცოცხლისათვის, დაშვებული საკვებდანამატია, მაგრამ ამის შესახებ უნდა იყოს ინფორმაცია. მომხმარებელს უნდა კონდეს ეს ინფორმაცია. ერთ-ერთი მთავარი დეტალი ის არის, რომ ხელთათმანს ვიცვამთ აუცილებლად ხომ, როდესაც ამ პროცედურას ვიწყებთ. ხელთათმანი, ნუ ახლა ოჯახის პირობებში მე არ ვიტყვი რომელი, მაგრამ ვიზუალურად თითქოს ერთი ჩემში ცოტა ეჭვს იწვევს და მაინტერესებს კვლევის მერე დადასტურდება თუ არა ეს ვარიანტი. ჩვენ ვიცით, რომ სახამებელი შეიძლება ძალიან მარტივად იოდის მეშვეობით აღმოვაჩინოთ და იოდთან შეხებისას ის წარმოქმნის ლურჯ შეფერილობას. თქვენ თუ გნებავთ, თქვენ დააწვეთეთ, აი ამ საწვეთურის მეშვეობით შეიძლება დავაწვეთოთ და ახლა რას ველოდებით? ანუ ეხლა სადაც სახამებელია დამატებული, საკმარისია, სადაც სახამებელია თვითონ აი თქვენ თვითონვე შეამჩნევთ, სადაც ეს რა სითხეა, რასაც ვაწვეთეთ? იოდია ჩვეულებრივი. იოდი ჩვეულებრივი. და თუ ლურჯად შეიფერა, ესე იგი სახამებელი არის დამატებული. ესე იგი ყოფილა სახამებელი ყოფილა. და აღმოჩნდა რომ მე რომელი ხაჭოს მიმართად ეჭვი მქონდა, ის ყველაზე ჯანსაღია, არა, უბრალოდ ყველაზე ნაკლები სახამებელია, ხო მაშინ? ნაკლები ხო, ისე ვიმეორებ, რომ სახამებლის არსებობა შესაძლებელია ეტიკეტზეც იყოს მითითებული, წარმოებელს ჰქონდეს ამის უფლება, უბრალოდ თუ არ არის ეტიკეტზე მითითებული და ეს ინგრედიენტი თქვენ აღმოაჩინეთ თქვენს მიერ შეძენილ პროდუქტში, მაშინ შეიძლება ეჭვქვეს დადგეს ამ პროდუქტის კეთილხარისხოვნება. სხვა მხრივ, კიდევ ერთი ჩემი რჩევა იქნება მომხმარებლის მიმართ, რომ იცის ეს ჩვენმა ქართველმა მოსახლეობამ, რომ კარგად ყურადღებით უნდა დააკვირდენ ეტიკეტს. ეტიკეტზე დატანილი ინფორმაციას და ასევე თვითონ შეფუთვის ხომ არ არის მისი მთლიანობა დარღვეული, ხომ არ არის ამობურცული, ანუ ეჭვს ხომ არ იწვევს თვითონ შეფუთვა, იმიტომ რომ შეიძლება თავდაპირველად პროდუქტი იყოს ხარისხიანი, მაგრამ დაირღვა იქ ტრანსპორტირების დროს შეფუთვა, შეიძლება გარედან მოხდეს მისი დაბინძურება, ჩვენ მაგას მეორად დაბინძურებას ვეძახით და აღმოჩნდეს, რომ იქ თქვათ დამამზადებელი არაფერ შუაში არ არის, უბრალოდ ტრანსპორტირება და შენახვის პირობები იქნა დარღვეული და გაფუჭდა პროდუქტი. გადავდივართ არაჟანს. გადავდივართ არაჟანს. არაჟანის შემთხვევაში თქვენ იცით, რომ როგორც ხაჭო, ისევე არაჟანი მიეკუთვნება მალფუჭებად პროდუქტს. როდესაც ზაფხულის პერიოდში სიცხეა ირღვევა შენახვის პირობები, შესაძლებელია მჟავიანობა მატულობს და უარყოფითად მოქმედებს მის გემურ თვისებებზე. შესაძლებელია ეს უარყოფითი მისი გემური თვისებები გამოსწორებული იყოს ისეთი ხერხით, როგორიც არის სოდის დამატება. ანუ განეიტრალდეს ეს მჟავური, შეინიღბოს უფრო სწორედ მჟავა გემო.
ჩვენ ახლა ჩვეულებრივად შეგვიძლია იგივე რო არა იგივე რა შეიძლება მაკონა ძმარი დავაწყვეტოთ ძმარი თუ დავაწყვეტ გამოჩნდა რომ ნამდვილი ექსპერტი არ ვარ და მხოლოდ აი შეხების ზედაპირზე აი კიდეში დავაწყვეტოთ და ეს არის ძმარი? პროცესი დიახ ჩვეულებრივი ძმარი ეს ოჯახის პირობებში ყველას აგვაქვს დიახ ეხლა ამ შემთხვევაში რა უნდა მოხდეს ყველა მიცით რომ ძმრისა და სოდის ურთიერთმოქმედების შედეგად გაზი წარმოიშვა და უნდა ნახოთ ბუშტები უნდა წარმოიქმნეს. აი ამ შემთხვევაში მეორე შემთხვევაში ბუშტები აშკარად გაჩნდა. და ეს ნიშნავს რომ ნიშნავს რომ მას აქვს სოდა დამატებული. არაჟანში სოდა არ უნდა იყოს, არის იმიტომ რომ შეინიღბოს მისი მჟავე გემო, ანუ ფუჭების პროცესი დაიბლოკოს, მოკლედ რო თქვა შეჩერდეს. აი მაყურებელმა მინდა რომ დაინახოს, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა არ არის დამატებული. სადაც ბუშტები არ გაჩნდა, არაჟანს დავამატეთ სოდა და მეორე შემთხვევაში ვხედავთ რომ ძალიან ბევრი ბუშტი გაჩნდა. დავამატეთ ძმარი ხო ძმარი სოდა შიგნით და სოდის და ძმრის ურთიერთქმედებით გაჩნდა ბუშტები აი ასე აი ესე სწორად ხაჭოში სახამებლის არსებობა დავადგინეთ იოდის საშუალებით იმ შემთხვევაში თუ გალურჯდება ეს კონსისტენცია ამ შემთხვევაში ნიშნავს რომ სახამებელი არის გამოყენებული ხაჭოს დამზადებისას და თუ ფერი არ შეიცვალა იოდმა ეს ნიშნავს რომ სახამებელი არ გვაქვს ამ შემთხვევაში ახლა შემდეგი ეხლა უკვე გადავიდეთ შემდეგ რაღაც განსხვავებული დაები ავტომატური პიპეტი მოდი ამ შემთხვევაში ვისარგებლებთ ამით ეს არის რძე ორი ნიმუში გვაქვს წარმოდგენილი რძის ну ძალიან ესე იგი ჩვეულებრივი განზავება რძის წყლით დავაკვირდეთ ახლა იმ შემთხვევაში და ვუმატებთ სპირტს და აღმოვაჩენთ ამ ტესტით ჩვენ აღმოვაჩენთ განზავებულია თუ არა რძე ეს უბრალოდ ახლა თქვენ ეს დაგიჭირეთ ახლა რძე და ვამატებთ სპირტს რძე აი დაიჭირეთ ახლა მე უბრალოდ აქ გამოვცვლი იცით რა არის საინტერესო როდესაც კვების ექსპერტიზაზე ვსაუბრობთ ხალბატონო თამარ კერძო კომპანიებიც გიკვეთავენ და სახელმწიფოც რა თქმა უნდა არის სახელმწიფო ორგანიზაციები რომლებსაც აქვთ ვალდებულება კვების მაგალითად ეს არის ხება ჯარს ხელშენა საქმე სამართლო დანაყოფის და შემდეგ მათ აინტერესებთ იმ საკვების შესყიდვა ხდება მათ მიერ და რამდენად შესაბამისობაშია თქვა იმ სატენდერო პირობებთან რომელიც მათ ჰქონდათ თავისუფლება არის რა თქმა უნდა ძალიან დიდი კერძო შეკვეთები დიახ კერძო კომპანიებისგან ხო ეხლა დავახუროთ თავი და შევაჭრით აი შეიძლება მე გამიჩნდა ეჭვი ხო ეს არის დიახ და დაასხით აი ფინჯანზე აბა ხო თუ ჩამოგჭით რა გავაკეთეთ ესე იგი ავიღეთ რძე რამდენიც იქნება რძე და ამ შემთხვევაში გქონდა ორი მოცულობა უნდა დავამატოთ ორჯერ მეტი სპირტი შესაბამისად 4 მოცულობა ავიღეთ სპირტის ეს სინჯარაში ჩავასხით შევანჭრიეთ და ეხლა უნდა გადმოვიტანოთ ეხლა გავაკეთოთ მეორე ეხლა რა შემთხვევაში როდესაც განზავებული არის რძე წყლით ამ შემთხვევაში არ აიჭრება რძე და სპირტს ვუმატებთ იქ ცილების აჭრა ხდება მაგრამ იმ შემთხვევაში იმდენად არის განზავებული რომ არ აიჭრება ეხლა ჩვენ გაუზავებელი რძის შემთხვევაში ვნახავთ აბა როგორ მოიქცევა ანუ პირველი შემთხვევა ფაქტია რომ აი დავაკვირდეთ ვნახოთ აბა როგორი ანუ ეს ერთი შეხედვითაც ჩანს და არ ჭირდება განსაკუთრებული დაკვირვება, ხო? ორ მოცულობაზე იმავე რაოდენობის სპირტი, როგორც მე მივხვდი მაკვას. ერთ მოცულობაზე ორი მოცულობა სპირტი. ანუ ამ შემთხვევაში ორი რძე ავიღეთ და ავიღებთ 4 სპირტს. კი ბატონო. უნდა ავანჯღრიოთ, რა საინტერესოა. ძალიან. შეგშურდათ ხო ცოტა მე რო გადმოვედი. ვერ შემოგიერთდებით. არა, შენ ბევრი ექსპერტიზა გვაქვს და ჩვენ ეს ექსპერტიზა უბრალოდ სტუდიურ პირობებში არ არის საშუალება რომ ყველა მათგანზე გაჩვენოთ. მოდი ახლა რასაც თავი ულტრათანამედროვე აპარატები მოყვანილ და კარგად იყოს. სიახლე ჩნდება ამ მიმართულებით ჩვენ ამას აუცილებლად ვიზიარებთ. ფეხდაფეხ მივყვებით. საინტერესო თქვენი ექსპერტები, თქვენი სპეციალისტები სად გადიან ტრეინინგებს, ვინ უტარებს უცხოელები არიან? ეს ექსპერტები გადიან ტრეინინგებს საზღვარგარეთაც, აქაც ჩამოდიან და რაც ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტად ის რომ ჩვენ ვართ NFSA-ის წევრი, ეს არის
იმის მაჩვენებელი თუ რამდენად მაღალი ხარისხის არის ჩვენს მიერ ჩატარებული სამუშაოები და რამდენად მაღალკვალიფიცურები არიან ექსპერტები. იმიტომ რომ სტანდარტის შენარჩუნება და აი ამ ორგანიზაციის წევრობა ერთ-ერთი ნათელი მაგალითია ამისი. გასაგებია. აბა ხდება, აი ჩვენ უკვე გვაქვს შედეგი, მე მგონი კამერაშიც გამოჩნდება, ცოტა მიჭირს ამის აღება. აი ეს არის რძე, რომელიც იყო განზავებული, არ ვიცი, ხედავთ თუ არა ცოტა რთულია მე მგონი. კონსისტენცია შეიცვალა, ხო, აიჭრა. ამ შემთხვევაში არ შეცვლილა პირიქით, იმდენად განზავებული იყო და აი მეორე შემთხვევაში გაჩვენებთ ახლა მეორე ხელზე დავიდებ, რომ კარგად დაინახოთ სხვაობა. აი მეორე შემთხვევაში არ ვიცი ხედავს თუ არა ჩვენი მოყოლებელი სრულიად სხვა კონსისტენცია არის. ამ შემთხვევაში ავიღეთ რძე, დავამატეთ სპირტი და განზავებული რძის შემთხვევაში არ აიჭრა რძე, ხოლო იმ შემთხვევაში როცა განზავებული რძე გქონდა, უბრალოდ განზავებული არ აიჭრა და ნატურალური რძე აიჭრა სპირტის დამატების შემდეგ. ეს არის ნატურალური რძე. დიახ. ესე კიდევ ერთი ხერხი დიასტაზის მარტივი მეთოდი, რომელიც სახლის პირობებში ძალიან ადვილად. და ჩვენ ვაკეთეთ ეს რაღაც მოწყობილობა პატარა, მაგრამ იგივე შეუძლიათ კოუზის და შეიძლება სახში ერთი მოცულობაზე დაამატონ ორი მოცულობა სპირტი, ნებისმიერი სარწყავის საშუალებით, ანუ მენზურით სახში ან შპრიცით შეიძლება გაკეთდეს. ეს ძალიან შემდეგი რა არის რის ექსპერტიზასაც ჩავატარებთ? ეხლა მოდი ვისაუბროთ ყავაზე. თქვენი იცით ძალიან კარგად, რომ ყავა ეს მისი გემური თვისებები დამოკიდებული არის ჯიშზე, იმ მიკროკლიმატზე და იმ რეგიონზე, სადაც ის იზრდება და დამუშავების ტექნოლოგიას. მოდით ახლა მინდა ახლოდან ნახოთ, აი უბრალოდ თუ განსხვავებას რასაკვირველია ხედავთ. ეს რა არის იცით ალბათ, ხო? ხო, მარცვლები რა თქმა უნდა. აი ეს ამის შესახებ თუ იცით. ამის შესახებ არ ვიცი და ალბათ ჩვენ მომაყურებელთ. ცოტა რომ ამოვიღო და ვაჩვენოთ, ცოტა დრო გვაქვს და სწრაფად მინდა რომ გავაკეთოთ და მოვასწროთ, არ ვიცი დაინახავს თუ არა ჩვენ მოყურებელთ. და გითხარით, აბა? ეს ვაი. არ ვიცი დაინახავს თუ არა ჩვენ მოყურებელთ. და გითხარით, აბა? ეს ვაი. ბარდა არის ამ შემთხვევაში. ეს არის ბარდა მოხალული. რომელიც ემატება ხშირ შემთხვევაში ყავას. ხშირ არა ყოველთვის, მაგრამ ემატება მისი მოცულობის. ყვანე ბარდა, რომელსაც ვიცნობ და ამ შემთხვევაში ეს მოხალულია, იფქვება, აი ახლა თქვენ შეგიძლიათ ნახოთ. აი დაყნოსეთ ეს ჩვეულებრივი ყავა. და ეს უკვე სადაც გარეულია, სადაც გარეულია. განსხვავდება მაგრამ არის მსგავსი იმისა, რასაც ჩვენ ხშირად ვყიდულობთ დაბქვილ მდგომარეობაში. კი, ეს მეორე ნამდვილად, რომელშიც ბარდაა შერეული. ნუ ოჯახის პირობებში. ხო, როგორ შეგვიძლია რომ გავარკვიოთ ბარდას შეიცავს თუ არა ყავა, იმიტომ რომ პირველად გავიგე რომ ასეთ ხერხსაც კი მიმართავენ. როგორც ყავის წარმოებლებს. აქ წამოვიღეთ, რადგანაც ფორმატი გადაცემის იმის საშუალებას არ გვაძლევს. წამოვიღეთ ნაყენი, რომელიც თქვენს ოჯახში გექნება და იგივე თუ შეიძლება იოდით გააწვევით იოდის ხსნარი. ხა იოდით. გათითნობიერ და მაგ. ეს სპეციალისტი არის. რამოდენიმე ნაყენს ვამატებთ რამდენიმე წვეთი. აი ნახეთ როგორ galurchda. და ისევ შეიფერა და ლურჯი ფერი მიიღო. ანუ ყავა თავისთავად ბუნებრივად არ შეიცავს სახამებელს. როდესაც მასში დამატებულია სხვა გარეშე მცენარეული დანამატი, შეიცავს ის მცენარეები ძირითადად სახამებელს შეიცავენ და აღმოჩნდება რომ სახამე აი galurchda, ხო? ესე იგი მასში არის დანამატი, რაღაც გარეშე დანამატი, რომელიც არ არის დამახასიათებელი ყავისათვის. და რომელიც არ უნდა იყოს ყავაში და შეიძლება ამის შესახებ არის მითითებული, უმატებენ რეცეპტურა აქვს თქვათ მწარმოებელს თავისი ორიგინალური, მაგრამ ამის შესახებ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ უნდა იყოს ეტიკეტზე დატანილი. აი აქ შემთხვევაში იოდი თავისი ბუნებრივი ფერით და ყავაც არ galurchda. ამასაც ვაჩვენებ მაყურებელს უკვე როცა არ არის დამატები ყავისთვის უცხო, აი ესეთ ფერს ინარჩუნებს. ასევე ჩვენ შეგვიძლია ესეც ოჯახის პირობებში ძალიან მარტივი გასაკეთებელია, გავაკეთოთ, უბრალოდ შეგახედებთ, რომ იცოდეთ. ჩვეულებრივად დაბქვილი ყავა, რომელსაც ჩვენ ხსნით ცივ წყალში, ინტენსიურად არ ღებავს წყალს. დიახ. არ ხდება, ეს არ არის მისთვის დამახასიათებელი თვისება. მეორე შემთხვევაში, როდესაც მასში შერეულია სხვა არადამახასიათებელი რაიმე კომპონენტი, ხო, ინტენსიურად იღებება უფრო წყალი. ხო, აი თვალსაჩინოა ვაჩვენებთ მაყურებელს. ყავის გამოკვლევა ხდება რთული
ეს ჩვეულებრივი წყალი იყო, მეთოდები ხო? და უბრალოდ ბატონო ჩვეულებრივი ცივი წყალი. ჩვეულებრივი ცივი წყალში ჩავყარეთ ყავა და ერთ შემთხვევაში წყალი ისე ინტენსიურად არ შეიღება ნუ მარცხენაში. ამაში ანუ დანამატები არ იყო, შესაბამისად და იყო სუფთა და მარჯვენა ხელში რომელიც მიჭირავს, აქ უკვე ჩავყარეთ ყავა, რომელშიც იყო დანამატები. ესეც ესე ყავის გარჩევაც ვისწავლეთ. ეხლა კვერცხის შემთხვევაში თქვენ იცით რომ კვერცხში ახალი კვერცხი საერთოდ მისი მას აქვს თავისი შენახვის ვადები, ხო, გარკვეული პერიოდი. კვერცხში ვიცით რომ არის საჰაერო კამერა. პატარა როდესაც გავსკვნით შეამჩნევთ, ეს საჰაერო კამერა ახალდადებულ კვერცხში არის მცირე მოცულობის. დროთა განმავლობაში, როდესაც გადის პერიოდი, საჰაერო კამერის მოცულობა მატულობს. შესაბამისად, მსუბუქდება კვერცხი. და როდესაც კვერცხს ჩვენ ჩავაგდეთ წყალში, თუ ამოვიდა წყლის ზედაპირზე ამოტივტივდა, ეს იმის მაუწყებელია, რომ ახალი კვერცხი არ არის. აჰა, მეორეც მოვათავსოთ, აბა ცოტა გვაქვს და მინდა რომ რეკლამამდე მოვასწროთ მეორე აუცილებლად. შემთხვევაში ჩაიძირა კვერცხი, ანუ ეს კვერცხი უფრო ჰორიზონტალურად უნდა ჯდებოდეს ფსკერის ჭურჭლის ფსკერზე. მე ძალიან მომწონს რომ სასარგებლო ბლოკი გამოგვივიდა, იმიტომ რომ ყოველთვის ამბობ ხოლმე რომ მომხმარებელმა უნდა იცოდეს საკუთარი უფლება და უნდა ჰქონდეს ინფორმაცია რას მიირთმევს და რას სვამს, ასე რომ მე მგონი დიასახლება გაითვალისწინეთ ეს რჩევები და თქვენ შემდეგ უკვე ჯანსაღ საკვებს მიიღებთ. რა თქმა უნდა არ გემშვიდობებით. სულ ცოტა ხნით შევისვენებთ, იმიტომ რომ რეკლამის შემდეგ უკვე ოქრო უნდა შევამოწმოთ. შენ ხო გაგზადებული შენი ოქროები. იმედად ოქროს გოგოა და ოქროს გოგომ ოქროები მოამზადა რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით. ჩვენ პირდაპირ ეთერში, ესე იგი ძალიან საინტერესო დღე გვაქვს. მე იმდენი რამ გავიგე თქვენთან ერთად და დარწმუნებული ვარ ჩვენ მაყურებელსაც ძალიან დაინტერესა ეს ყველაფერი, მაგრამ ჯერ წინ გვაქვს იმდენი რამ. მე მინდა გითხრათ, რომ ანუ ძალიან ბევრ გოგოს უყვარს ქალების საყვარელი ნივთი არის ოქრო და ყოფილა ისეთი შემთხვევაში, როდესაც გონია რომ გვიკეთიან ნამდვილი ოქრო და ეს სტარი ინფორმაცია ხო და მაგ ყველაფერს ახლა მეც გავარკვევ როგორი გულით იყო ნაჩუქარი რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ხუმრობით ჩვენ ახლა ლერი გაბიჩვაძე დაგვეხმარება რომ გავარკვიოთ ჯერ მოდი ეს ნივთი ვნახოთ რა გიდევთ აქ რა ვიცით ამ ნივთის შესახებ ეს ოქრო არის ბრილიანტებით ოქრო ბრილიანტით წარმოდგენილი ჩვენ დავსინჯავთ როგორც ოქროს ასევე გავსინჯავთ ქვევს დიახ ძვირფას ქვებია თუ არა მაგასაც გავარკვევთ გვაქვს წარმოდგენილი ორი ტესტერი ამ შემთხვევაში გამოვიყენებთ ამ ტესტერს ვინაიდან ყველაზე ნათლად ჩანს ამ ტესტერზე რას ვამოწმებთ ამ ტესტერით ამ ტესტერით შეგვიძლია შევამოწმოთ როგორც ბრილიანტი ასევე შუშა ყველანაირი ფერადი ქვა შეიძლება ამ ტესტერით შემოწმოთ მე რა მახსოვს იცით მარგალიტი შემოწმება კბილით ეს უტყუარი მეთოდია თუ არა გიგია კი შეიძლება მაგრამ არის ისეთი მარგალიტი რომელსაც მაგალითად გამოყავთ და შეიძლება ისეც კი გაიგოთ აი არ არის ეს უტყუარი ელენე ისე აბა ვნახოთ შე როგორი ინტუიცია გაქვს და როგორ ერკვევი სანამ გვეტყვის პასუხს შენი აზრით ნამდვილი ოქრო და ბრილიანტი არის თუ არა გვითხარი და დაემთხვევა თუ არა საინტერესო აბა ვნახავ იცი რა ამდენი კამერა რო არ იყოს მინდა კრიმინალზე და ეს არის ნამდვილი ოქრო აი თვლებ კიდე აი არ ვიცი. აი ნახოთ ახლა ეს არის ნამდვილი ოქრო. თან ეს არის ბაჯაღლო. ოჰო, მაგასაც დავადგენ. გონი იუველირია. და ეხლა რომ აღმოჩნდეს ზუსტი. ეგრევე თქვენი თანამშრომელი სპეციალისტი ვიქნები. აი ხო შეგვიძლია ხო როგორია პროცედურა თვითონ პროცესით გვაინტერესებს. კი ბატონო, ანუ მოდი კარგად ზედაპირი რომ გამოჩნდეს ეს არ გააფუჭო ელენე რამე გავაფუჭებ. ზედაპირი როგორც ტესტერის ასევე სამაჯურის ან თვლის რასაც ვადებთ ყოველ შემთხვევაში უნდა იყოს სუფთა ზედ არ უნდა იყოს ცხიმი თავარი ეგ არის თუ ცხიმი არის შეიძლება მოგატყუოთ ამ შემთხვევაში დიახ აუცილებლად უნდა გაიწმინდოს თუ შეგიძლიათ თქვენ დაადოთ დიახ ელენე ხელთათმანი გაიკეთეთ ვაიმე აგერ არის აი გაქვთ ოჯა ამასობაში თქვენ დაიწყეთ და მე შემოგიერთდებით ნახე როგორი დეტალი იმდენი ოქრო აქვს გასასინჯი შემოგიერთდეთ არ იქნება პრობლემა მოდი მე ჩემოქრობს აი ეგ რა დაგჭირდება ანუ თან რო ავხსნათ რას ვაკეთებთ თორე ეხლა რას ვაკეთებ ჩვენთვის გაუგებარია ბუნებრივია ანუ
ძალიან მარტივი ამის შემოწმება, რა თქმა უნდა, მთავარი აქ თვალში, ბრილიანტში მაგალითად არის ხარისხები, მთავარი ფერი და მასში ჩანართი არის თუ არა, მაგრამ პირველადი შემოწმება როცა ხდება, არის თუ არა საერთოდ ბრილიანტი შუშა არის, თუ არა რაც არის, რო შევამოწმოთ, მაგ შემთხვევაში უბრალოდ ტესტერით ვამოწმოთ, ხოლო შემდეგ უკვე ვადგენთ ფერს და ხარისხს. გასაგებია. ფასი მატულობს ფერისა და ხარისხის მეშვეობით. აბა, ამ შემთხვევაში გადადის მწვანემდე, ბოლომდე. დიახ. რაც ნიშნავს, რომ რაც ნიშნავს იმას, რომ არის ბრილიანტი. ბრილიანტი არის. ელენე, შენ აღვდი მწვანე წითელი მაჩვენებელი არის და შემდგომ გადადის მწვანეზე, სადაც ბოლომდე გადაიწია და ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის ნამდვილი ბრილიანტი. აი. კი ბატონო, მეტალზე შეხებაზე შეიძლება გააკეთოს, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ შემთხვევაში არ გადავა სხვა რამეზე, შეგვიძლია ვნახოთ შუშაც ასევე. კი ბატონო. თუ გინდათ ჯერ გავაკეთოთ ოქრო. ყველანაირი ძვირფასი თვლის ექსპერტიზა შეიძლება მოხდეს, ხომ, ბუნებრივია? კი ბატონო. აბა ეხლა შევამოწმოთ თვითონ ოქრო. შევამოწმოთ თვითონ ოქრო. წარმოდგენილი გვაქვს აპარატი, რომელიც სინჯავს ნებისმიერ მეტალს, რომელიც შეიძლება წარმოგვიდგინოთ ყველას გავიგებთ. ოქროს შემცველობაში არის 100%, როცა ისინი ვადგენთ სინჯს, 100%-ში რამდენი პროცენტი არის ოქრო, იმით ისაზღვრება სინჯი. ამ შემთხვევაში რომ გავიგოთ რამდენი პროცენტი არის თვითონ სამაჯურში ოქრო, უნდა გავსინჯოთ. აბა, ამ სპეციალური დანადგარით. ეს დანადგარი, რომელიც არის გაურკვეველი ჩვენთვის, მაგრამ ეხლა ჩვენ დავაზუსტებთ რამდენი პროცენტიანი ოქრო არის. ეს გვითხარით რა აპარატია კონკრეტულად და როგორ მუშაობს? ეს აპარატი ადგენს ზუსტად პროცენტულ მაჩვენებელს, რა მეტალები იქნება შიგნით. ანუ სხვა მეტალების ოდენობასაც დაგვიწერს, რაც არის შერეული. ოქროს შემცველობაში არის 100%-ში, მაგალითად 585 სინჯში არ არის მარტო ოქრო, შიგნით არის 58.5% ოქრო, დანარჩენი არის მინარევის სახით. სპილენძი გააჩნია რა ფერის გინდათ რომ იყოს. ხო, ნუ თუ წითელია ამ შემთხვევაში სპილენძი მეტი არის, თუ ყვითელი არის, შიგნით ლატუნი არის და ასე შემდეგ. ბევრი სახეობა შეიძლება იყოს შიგნით. ამას ზევიდან ამას ვადებ ზევიდან. არ უნდა გვეგონოს რომ 100% ოქრო უნდა დაგვიწეროს. როგორ უნდა მოვათავსოთ ეს? ამას აქ წვერი, რომელიც წვერიც უნდა დაიფაროს აუცილებლად. დიახ. მეტი არაფერი არ არის ეს. ანუ ეს აპარატი მხოლოდ ოქროს შემთხვევაში გამოიყენება? არა, შეიძლება ნებისმიერ მეტალს. აი, ნებისმიერი მეტალი. და ველოდებით გარკვეული დრო ჭირდება? რამდენი ხანი დაახლოებით? 30 წამი. 30 წამი. მაშინ 30 წამის განმავლობაში მე მინდა ქალბატონ თამარ თქვენ გკითხოთ, ყოფილა თუ არა ესეთი შემთხვევა, როდესაც აქ ჩატარებული ექსპერტიზა გააგზავნეთ საზღვარგარეთ და სხვადასხვა მიიღეთ? არა, სწორედ ჩვენ არ ვაგზავნით საზღვარგარეთ გადასამოწებლად ჩვენს მიერ ჩატარებულ ექსპერტიზას უბრალოდ. სწორედ ეს აღნიშნა, რომ ჩვენ მონაწილეობთ, ჩვენი ლაბორატორიები ყოველთვის მონაწილეობენ საერთაშორისო ლაბორატორიათა ტესტირებებში. და სწორედ ამის შედეგებით შეგვიძლია ვივარაუდოთ და დარწმუნებით ოფიციალურად გითხრათ, რომ საუკეთესო შედეგებს იღებს ჩვენი ლაბორატორია და ყველა სტანდარტს აკმაყოფილებთ, რაც საერთაშორისო წესები. შეიძლება ესე თუ ის დაწყდა სასამართლოში გამოიყენებოდეს როგორც უტყუარი? ისიც როგორ დიდწილად საერთოდ ბიუროსთან მიმართებაში ასოციაცია ჩდება ხოლმე რაღაც კრიმინალთან, დანაშაულთან, იმიტომ რომ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ქვია და რა თქმა უნდა ჩვენი საქმიანობის საკმაოდ მნიშვნელოვანი პროცენტი მოდის საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ ექსპერტიზებზე. მაგრამ ძალიან დიდი სპექტრი და ძალიან დიდი სფეროა, როგორც უკვე თქვენ თვითონაც ნელ-ნელა ცნობდებით, საკუთაცხოვრებო პირობებში გამოსაყენებელი საკითხების, ანუ არა მარტო ის, რასაც თქვენ ახლა აქ ხედავთ, მაგრამ საინჟინრო ექსპერტიზა. თქვენ გინდათ ააშენოთ სახლი, ვთქვათ, შენებელს მოელაპარაკეთ, მან შეგიდგინათ ბიუჯეტი და გაინტერესებთ, რამდენად რეალისტურია ეს ბიუჯეტი. თუ შეიძლება უფრო ნაკლებაში ამის გაკეთება, დანიშნოთ ექსპერტიზას, ასევე პროექტების ექსპერტიზა გაკეთდება ჩვენ და რამდენად გრადია თქვენი სახლი, სეისმურად იქნება თუ კონსტრუქციულად, ამის ექსპერტიზაც რა თქმა უნდა ჩვენ, ანუ ძალიან დიდი სპექტრი, თქვენი ბინის შეფასება მაგალითად, ან ნებისმიერი მოძრავი ნივთის, ავტომანქანის.
ამის შეფასება კეთდება ნუ ჩვენთან. რაც ჩვენი ყოველდღიურობის ყოველდღიურობისთვის ძალიან ხშირად გამოყენებადი. ამასობაში 30 წამი გავიდა, ხო? გავიდა 30 წამი და ჩვენ შეგვიძლია ვკითხოთ ლერი, ანუ რა შედეგი დაგვიდო ამ ყველაფერმა ახლა? ამ შემთხვევაში გვიწერს რომ 78%-ის შემცველობის ოქრო არის. მოდი შემოვატრიალოთ ისე მაგალითად დაინახოს. 13.275% არის ვერცხლი და შიგნით არის სპილენძი. ვაუ, სპილენძზე ძალიან შევწდი. ესე იგი, სად არის მითითე მე რო ბაჯაღლო მეგონა, თურმე ეს ბაჯაღლო არ ყოფილა. ესე იგი, მანიშნებელი არის ქვევით 13.275% არის ვერცხლი, 78 ანუ ეს არის ოქრო. ოქრო და 8 არის დიახ. სპილენძი. სპილენძი გასაგებია. ეხლა შეიძლება რომ ჩავატაროთ ცდა, თუნდაც შემს ბეჭედზე. კი, ბატონო. ყოველთვის მაინტერესებდა. ამ შემთხვევაში ექსპერტთან უნდა მიხვიდეთ აუცილებლად, როგორც